სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. არასოდეს არ იქნება ამ სამყაროში ისეთი მდგომარეობა, რომ ადამიანი კმაყოფილი იყოს სიმშვიდით, კეთილდღეობით, ბედნიერებით, სიხარულით. ესეთი ადამიანის ბუნება, ცოდვით დაცემული ადამიანის ბუნება, მას არ შეუძლია რომ არ უმტროს, არ შეიძულოს, არ ვრისხანებდეს, არ წაგლიჯოს, საკუთარი თავისთვის არ გამოიყენოს, მხოლოდ საკუთარ თავზე არ იფიქროს, არ შეუძლია ადამიანს სხვანაირად. კაცობრიობის ისტორიის გარიჟრაჟიც ესე დაიწყო ზუსტად, როცა კაინი თავის ძმას კლავს. ეს არის დაცემული ბუნების მდგომარეობა და ამას ვერცერთი ადამიანი ვერ გაიქცევა, ყველა ჩვენგანშია ეს. შესაბამისად ეს იწვევს იმ პრობლემებს, რომელიც არსებობს სამყაროში. მისი არსებობის ყოველ ნაბიჯზე ხვდები ჩვენ ამას და ასევეა დღესაც. ადამიანი მოაზროვნე და გონიერი არსებაა და რა თქმა უნდა სურს, რომ თავი დაიხსნას აი ამ პრობლემისაგან. თუ ადამიანი არ ფიქრობს და სტიქიურად მისდევს თავის ცხოვრებას და ქარის მიერ ახვეტილ ფოთოლს, შემოდგომის ფოთოლს გავს, რომელიც ტრიალებს და ფოთოლს ჭუარო კონდეს და რო ეფიქრა, რომ რა ლამაზად ვტრიალებ, რა ლამაზად ვგზრიალებ და თავისუფალი ვარ და ლაღი ვარ და სინამდვილეში ხო სისულელია, სინამდვილეში გაგვეცინებოდა და ვიტყოდით, რომ შენ უკვე ნახევრად მკვდარი ხარ, ხრწნას მიცემული, მოწყვეტილი შემოდგომის ფოთოლი ხარ და ის რომ ლამაზი რო ხარ და ლამაზად ტრიალებ ამ ქარის მიერ, ეს შენი თავისუფლების ნიშანი სულაც არ არის პირიქით. ამ ცხოვრების ამ ქვეყნიური სტიქიები თავის გნებაზე გათამაშებს და არ გეძლევა იმის საშუალება დაფიქრდე, რომ უკვე მკვდარი ხარ და ხრწნაც მიცემული. დაახლოებით მსგავს მდგომარეობაშია უღმერთო ადამიანი, რომელიც არ ფიქრობს. ამ ქვეყნიური სტიქიებით აღზრული, მიედმოედება, მიმომწვლელობს და მოსწონს საკუთარი თავი და მერე განსასწრებელი მოდის, ტკივილები მოდის და არ იცის ამ განსასწრებელებს და ტკივილებს როგორ დაუძრეს. მაგრამ ის რაც არ იცის უბრალოდ ბიოლოგიურად არსებულმა ურწმუნო ადამიანმა, ეს უნდა ვიცოდეთ რა თქმა უნდა ჩვენ ქრისტიანებმა, რომ ჩვენ არც ამ სოფლის ორომტრიალში ლამაზად გატარებული ცხოვრებაა თავისუფლება და ყველაფერი თუ რამე სიკეთეა ილუზია, იმიტომ რომ ყველაფერი დაქვემდებარებულია ხრწნას და სიკვდილს, რომელსაც ჩვენ ყველანი მიცემულნი ვართ. ეს თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში ეს ერთხელ აუცილებლად მთელი სისავსით გამოვლინდება, როცა მოვა ჩვენთან ყველაზე მთავარი მტერი და ყველაზე მთავარი გამოცდა, ანუ განსასწრელი სიკვდილი. მაშინ ყველაფერი დაიბეჭდება და ყველაფერი დადასტურდება, ის რასაც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ ხოლმე. მაგრამ მორწმუნე ადამიანი რეალისტურად უყურებს ამ ყოველივეს და იცის ამ ყოველივეს მიზეზი რაში მდგომარეობს და იგი როგორც გონიერი და მოაზროვნე არსება, ისიც იცის თუ მას რწმენამ რა მისცა. რწმენა მისცა ამ ყველაფერი უბედურებიდან გამოხსნის შესაძლებლობა. და ამ უბედურების მიზეზიც თავად არის ადამიანმა ეს იცის, იმიტომ გარდა იმ გენეტიკური ცოდვილობისა, რაც გვაქვს, ჩვენსაც ვამატებთ მუდამ. არც ერთი დღე არ არის, აი თუ დღე გავიდა ისე რომ არ და წარმოუდგენელი, ალბათ შეუძლებელია. ძალიან მღვიძარე და ფხიზელი ცხოვრება უნდა გქონდეს სულიერი თვალსაზრისით, რომ ყოველდღიურად რაღაცა არ დაამატო. მეცაც ვიტყვით, ჩვენ ადრეს გვითხოვს ეს, რომ თუ ჩვენში ქრისტე არ არის, ანუ დრას ნიშნავს არ არის ჩვენში ქრისტე, ჩვენ თუ არ ვართ მასთან, ჩვენ თუ მოუკლებლად ის არ გვახსოვს, ყოველი წამი, როცა ქრისტემ მოუკლებლად არ გვახსოვს, ჩვენი ბუნება იმგვარად დაუდგრომელი და მოუთვინიერებელია, რომ მისი ნებისმიერი გამოვლინება ცოდვა, იმიტომ რომ მისი ნებისმიერი გამოვლინება ქრისტეს გარეშე ეს არის საკუთარი ნებელობითი გამოვლინება, რომელიც მხოლოდ ჩვენს უკეთურ მიდრეკილებებს ეფუძნება. სხვა საკითხია თუ ადამიანი ამას ვერ გზნობს, ხო, მაგრამ ქრისტიანი წესით ამას უნდა გზნობდეს.
ამას გამოცხადებითი ჭეშმარიტებას გვეუბნება, ამას 2000 წლოვანი გამოცდილებას გვეუბნება ეკლესიისა და ამას უნდა გვეუბნებოდეს საკუთარი გამოცდილება. ერთხელ კიდევ ვიმეორებ, იმიტომ რომ ჩვენ ბევრჯერ გამწარებული უნდა ვიყოთ ჩვენი ნების უკეთურებით, იმდენად რომ ჩვენთვის გაცოცხლებული უნდა იყოს მამაო ჩვენოში სიტყვები იყავნება შენ, იმდენად დაღლილნი უნდა ვიყოთ საკუთარი დაცემული ნების მსაკრობით. მაგრამ ჩვენ ხო ვიცით ესე არა ვართ. პირიქით ჩვენ ისე ვცხოვრობთ საკუთარი ნებით და საკუთარი ნების ერთ-ერთი მთავარი გამოვლენა ხო საკუთარი სიმართლეა, რომ ვერც კი ვგზნობთ როგორ ყოველი ნაბიჯით როგორ ცილდებით ღმერთს და ამ დროს თან პრეტენზია გვაქვს ქრისტიანობაზე, მორწმუნეობაზე, სასუფეველზე და ასე შემდეგ. მორწმუნეებზე ვსაუბრობთ, ანუ საკუთარ თავზე. მაგრამ მეორეს მხრივ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ ჩვენ გვეყოფა გონიერება და ვალდებულებაა რომ ვიაზროვნოთ, ჩვენ არ შეიძლება რომ არ ვაზროვნოთ, მაშინ ბუნებრივია რომ გვეხსომება, რომ მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი აი ესეთ სავალალო მდგომარეობაშია, ჩაკეტილი არა მარტო ყოფაში, ამ დეტერმინირებულ სამყაროში, არამედ გამოკეტილი და გამომწყდეული საკუთარ დაცემულ ბუნებაში, საკუთარი ნებელობით, საკუთარი სიმართლით, საკუთარი ჰედონიზმით, ეგოიზმით, ანგარებით, სიამეთმოყვარეობით დატყვევებული. ხო? ამ ყველაფრისგან გათავისუფლება შესაძლებელია, იმიტომ რომ პოტენციურად უკვე გაგვათავისუფლა ღმერთმა, როცა ის ადამიანად მოვიდა და ჩვენთვის მოკვდა. და თუ ჩვენ ეს გაცნობიერებული გვაქვს, მაშინ ჩვენთვის ძალიან კარგად გასაგები იქნება ქრისტეს სიტყვები, რომელიც დღეს ლუკას სახარებაში აღმოვიკითხეთ, როცა იგი გვეუბნება, ნუ გეშინინ მცირესა მაგას სამწყსოსა. საინტერესოა, ხო? არ ამბობს დიდ სამწყსოს, მცირესა სამწყსოს. ამით გვეუბნება, რომ მე ღმერთი მოვედი, ჩემი ნება განვაცხადე, მაგრამ ცოტამ დაინახა და ის ვინც დაინახა ძალიან მცირეა, მთლიანი კაცობრიობასთან შედარებით. ეს არის მოცემულობა, ეს არის რეალობა და ამან კიდევ ერთხელ უნდა დამაფიქროს და თუ ფიქრობ რომ ქრისტიანი ვარ, როგორი მადლიერებით უნდა აღვივსო, რომ ამ მცირეში ვარ და მეორეს მხრივ უნდა შემეშინდეს კიდევაც, რომ კი მომიწოდა უფალმა, მაგრამ რამდენად რჩეული ვარ, რამდენად გავითავისე ეს მოწოდება, რამდენად რეალურად ვარ ამ მცირე სამწყსოს ნაწილი, იმიტომ რომ სამწყსო მცირეა, აგერ განკაცებული ღმერთი ამბობს და გვანუგეშებს, რატომ? რამე თუ სათნო იყო ღმერთმან, მამამან თქვენმან, ზეცათამან მოცემა თქვენ და სასუფეველი. ანუ გვანუგეშებს, რომ ჩვენ კი ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვიმყოფებით, მაგრამ ნუ გეშინიათ, იმიტომ რომ ღმერთმა თქვენ უკვე მოგცათ სამეფო, სასუფეველი სამეფოა, სამეფო, ზეციური სამეფო, თქვენ ზეციური სამეფოს მოქალაქენი ხართ. და რა არის ზეციური სამეფო? სად არის? ის არის ეკლესია. ზეციური სამეფო ეკლესია ქრისტეს მისტიკური სხეულია. თავად ქრისტეა, ზეციური სამეფოს თავად ქრისტეა, მასში მეფე ქრისტეა, თავად სამეფო ქრისტეა, ქრისტე ჩვენშია. ნახეთ, როგორი საიდუმლოებაა, რომ არც ერთი სიტყვა, რომელსაც სიტყვი ბოლომდე ამ საიდუმლოებას ვერ ამოწურავს. მაგრამ როდესაც ჩვენ თავს გზნობთ გაუსაზლის ყოფაში, გარშემო უსამართლობა, უსიყვარულობა, სიძულვილი, ეს პროცესები შეუქცევადია, არაფერი არ შველის, სამყაროში მთლიანად, მარტო საქართველოს არ გულისხმობ, მთლიანად. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ხსნა აი ამ ყველაფერი უბედურებიდან ერთადერთია, ეს არის არ დამავიწყდეს, რომ ღმერთმა ეს სამეფო უკვე მომცა და ამ სამეფოში შესვლის შესაძლებლობა ყოველ წამს მაქვს, აი ამ წუთში მაქვს და ჩვენ წესით ახლა აქ ვიმყოფებით, როცა ჩვენ ვეზიარებით, ხო? და თან მანუგეშებს, აი წარმოედგინეთ, როცა ჩვენ გვიჭირს, მე მიჭირს, ახლობელს უჭირს, ჩემ სამშობლოს უჭირს, სოფლიოს უჭირს, გვიჭირს, ხო? გვიჭირს და ახლა ღმერთზე ძლიერი დიდი ნუგეშის მოცემა ვის შეუძლია უკეთმა ნუგეშოს თუ არა ღმერთს, რომელმაც თავისი განკაცებით, თავისი ჯვარცმით დამანახა, განმაცდებინა, მაჩვენა, რომ
ვუყვარ ვარ, მისთვის არა ვარ რაღაც ისე შექმნილი ქმნილება რაღაცა, ხო? მისთვის მნიშვნელოვანი ვარ და ვინ თუ არა მან უნდა მანუგეშოს და მისი ნუგეშია ყველაზე ძვირფასი და ის მანუგეშებს არასხვანაირად, არამედ ასე რომ ნუგეშინია სასუფეველი მოცემული გაქვს. ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ ან მე ნუგეშინის ცემული ვარ მართლა და გახარებული, ბედნიერი, არანაირი განსასწრელი არ დამანაღვლიანებს, არანაირი განსასწრელი დეპრესიაში არ ჩამაგდებს, არ შემაშინებს, იმიტომ რომ ნუგეშინის ცემული ვარ და მიღებული მაქვს ის ძვირფასი განძი, გათავისებული მაქვს, რითაც მანუგეშა ის გავითავისე მე, ანუ სასუფეველის მოქალაქე ვარ. ან თუ ვერ აგზნობ ამ ნუგეშს, მაშინ გამოდის რომ 2-დან 1. ან ღმერთი არასწორს მეუნება და დაგვიფაროს უფალმა ასეთი კრეხელური აზრისგან, ან კიდე მე ვარ უგუნური, ჩვეულებრივი და ვერ ხვდები სადა ვარ და როგორ ვარ და ჩემი რწმენა ფიქციაა უბრალოდ. მორწმუნეები, ეხლა აქ ლაპარაკია მორწმუნეებზე. მორწმუნეები, რომელიც ნებისმიერ განსაცდელში ნუგეშინის ცემული ვერ იქნებიან, ამ სიტყვებით ნუგეშინია შენ, იმიტომ რომ ღმერთმა მოგცა სასუფეველი, თუ ამით ნუგეშინის ცემული არ ვარ, ესე იგი მე სრულ უღმერთობაში და უგუნურობაში მიმყოფები და რაღაცას არასწორად ვაკეთებ, იმიტომ რომ ღმერთი მაძლევს და მე ვერ ვიღებ. ან ღმერთი ტყუის, ღმერთო შემიძლია ამ სიტყვას რომ ამბობ, ან მე ვტყვი და რა თქმა უნდა მე ვტყვი. წარმოგიდგენიათ, რომ ეს რა ბედნიერებაა, როდესაც ვიღაცა ტყუის და ეს ვიღაცა აუცილებლად ადამიანია. წარმოგიდგენიათ სხვანაირად რომ იყოს რა კატასტროფა იქნება. იმიტომ რომ შენ რო ტყუი, კიდე ღმერთი ხელს გამოგიწოდებს, გესმით რა შეასაკა. რა კარგია რომ ჩვენ ვართ შემცდარები, რა კარგია რომ ჩვენ ტყუით და ღმერთი ყოველთვის მართალია. რა ბედნიერებაა ეს. კარგი კი ბატონო ესია, მაგრამ რატო ვერ აგზნობ? რატო ვერ გზნობ? განსასწრელი რო გვაქვს ბერში, რა ვიცი, ინდივიდუალურ დონეზე ხშირად არის ხოლმე, რომ ვერ გზნობს ადამიანი, გამოსავალს ვერ პოულობს, ვარდება სასწრაფოთილებაში, დეპრესიაში, მრისხანებაში, ცინიზმში, უსიყვარულობაში, აგრესიაში, დესტრუქციული ხდება, ყველაფრის დამანგრეველი ხდება. ხო, ადამიანი, წარმოგიდგენთ, ადამიანი ოჯახში მაგალითად რაღაც განსასწრელი აქვს ადამიანს და ოჯახის წევრს მაგალითად და იმის მაგივრად რომ ღმერთისაკენ გაიხედოს, იწყებს სმას, იწყებს წამლის გაკეთებას, ხდება აგრესიული, ატერორებს ოჯახის წევრებს, რა ამით სიტუაციას უშველი, ანუ განსაცდელს არასწორად ხვდება ადამიანი. განსაცდელს სწორად შეხვედრა უნდა, განსაცდელს სწორად შეხვდები მაშინ, როდესაც დაიჯერებ უფლის ამ სიტყვებს, გაითავისებ და ნუგეშინის ცემული აღმოჩნდები, იმიტომ რომ საკუთარ თავს ხედავ კი არა, თეორიულად იცი კი არა, რეალურად განიცდი როგორც სასუფეველის მოქალაქე. მაგრამ ესე არ ხდება. ეკლესიაც როგორც ასეთი, რომელიც სასუფეველია, ღმერთის სამეფოა, თავად ქრისტეს მისტიკური სხეულია, ეკლესიის არსი რა არის? ეკლესია ძალიან ბევრნაირად განიმარტება, მაგრამ ერთ-ერთი უმთავრესი განმარტება ეკლესიისა, რომელიც მთლიანად ეკლესიის არსს შეიძლება ვერ ამოწურავს, იმიტომ რომ ეკლესია კიდევ უფრო მეტად და მეტად განიმარტება სხვადასხვა ღვთისმეტყველთა მიერ, მაგრამ უმთავრესი ეკლესიაში ეს არის რა? ევქარისტია, ანუ ქრისტესთან ერთობა, ქრისტესთან საიდუმლო ერთობა ზიარების საიდუმლოებაში. ხო, ეს არის და ამიტომ როდესაც ადამიანი ეკლესიას ასე ვერ ხედავს, არამედ ეკლესიას ხედავს, რაღაცად ხედავს. მე არ ვიცი თუ ასე ვერ ხედავ ეკლესიას, მე სიმართლე გითხრა მიჭირს, რომ ეკლესია აბა როგორ უნდა დავინახოთ. ხო, მღვდელი არის, რომელიც ევქარისტიულ მსახურებას ეწევა და მისი სიტყვებით და მისი გულიდან ამოსული სიტყვებით და მისი ხელებით აღესრულება საიდუმლო ძღვნის კურთხევისა და ადამიანთა ზიარებისა. გესმით? ეს არის მღვდელი და ეკლესიაც ეს წიაღია. სხვაგან ზიარება სამყაროში, სადაც არ არის მართლმადიდებელი მღვდელი და სადაც არ არის ქრისტეს
მიერ დაარსებული ეკლესია, სხვაგან ზიარება არსად არ ხდება და ზიარება, ეს არის სიცოცხლის დასაწყისი, სიცოცხლის გაგრძელება, სიცოცხლის განსრულება, თავად სიცოცხლე, იმიტომ რომ ღმერთს ვერთდებით, ხო? ეს არის ჩვენი რწმენა. ეს არის ჩვენი რწმენა და თუ ადამიანისათვის, ადამიანის ცნობიერებაში ეკლესია ეს არ არის, მაშინ რა არის ეკლესია? მაშინ რა არის ეკლესია? მაშინ არც არაფერი არ არის ეკლესია. ეკლესია მხოლოდ ეს არის. სხვა პრეტენზია ეკლესიას არ აქვს. ეკლესიას არ აქვს პრეტენზია არაფერზე. არც ექიმია, სამედიცინო დაწესებულება, არც სოციალური რაღაცის დაწესებულება, არც არაფერი არ არის სხვა, არც პოლიტიკური ორგანიზაცია და ასე არაფერი, მხოლოდ ეს არის, მაგრამ მხოლოდ ეს არის ყველაფერი, რომელსაც შეუძლია ყველაფრის გადარჩენა დანარჩენის სოციუმში. ხო და როდესაც ადამიანები ვერ ხედავენ ეკლესიას, ეკლესია არის იქ, სადაც ზიარებაა. გინდა ეკლესია, მოდი და ეზიარე. ანუ მოდი გახდი ეკლესიის ორგანული ნაწილი. სხვა ფუნქცია ეკლესიას არ აქვს და ერთადერთი ითაცმე შეიძლება სამყაროს ვარგო, ეს არის ის, რომ ყველას გასაგონავად მთელი ხმით ვიყვირო ხალხო, ქრისტე არის ღმერთი, რომელიც ადამიანად მოვიდა და თუ თქვენ გინდათ, იყოთ ბედნიერნი, იყოთ გახარებული, იყოთ მშვიდად, იყოთ გარანტირებულად სიცოცხლეში მყოფი, რომელიც დაუსრულებელია, უნდა ქრისტესთან მოხვიდეთ. ეხლა ამას მე კი არ ვამბობ, ამას 2000 წელია განკაცებული ღმერთის მერე ამბობს ამას ეკლესია, მაგრამ რატო ვერ იგებენ ადამიანები, იმიტომ რომ განძი სხვაგან გვაქვს. ჩვენი ძვირფასი განძი რომ უნდა იყოს მარადიული სიცოცხლე ღმერთში, ეს არ არის ჩვენი განძი. ჩვენი განძი ხშირად არის, უფრო უმეტეს შემთხვევაში არის ჩვენი ეგოცენტრულობა და ამქვეყნიური წარმავალი კეთილდღეობა და ბედნიერება სხვის ხარჯზე, სხვანაირად შეუძლებელია. შეუძლებელია ამ ქვეყნად იყო როგორც ბიოლოგიური არსება, ბედნიერი და ეს არ მოხდეს სხვის ხარჯზე, ეს აბსოლუტურად გამორიცხულია. და ამ ქვეყნიური ბედნიერება არ არსებობს? ნამდვილი კი არსებობს. ამის კლასიკური მაგალითი არის ორი, ოჯახი და მონასტერი, სადაც თითოეული წევრი ოჯახისა და მონასტერის ოჯახია ცხოვრობს სხვისთვის. და მას აი როგორც მაგალითად, აი მშობელი მაგალითად ბედნიერობს უანგაროდ, შვილები რო კარგად არიან, უკანასკნელ ლუკმას აიღებს და სიცოცხლეს გაწირავს. ტკივა, შივა, წყურია, მაგრამ შვილისთვის უნდა ეს, იმიტომ და ამით არის ბედნიერი. აი ეს არის ნამდვილი ბედნიერების ნიმუში, რომელიც ყოვლადწმინდა სამება ღმერთის მსგავს ხვდის. ნებისმიერ შემთხვევაში სხვა დანარჩენი, სადაც ეგოცენტრულობა ავლენს თავს და უანგარობა ქრება, ნებისმიერ შემთხვევაში ეს არის უკვე არა ბედნიერება, არამედ ის, რომ სხვების ხარჯზე იყო ბედნიერი და ეს ეგოცენტრულობა ადამიანს როგორც ღვთის ხატსა და მსგავს არსებას საბოლოოდ კლავს და ანადგურებს და ასეთი ადამიანისათვის შეუძლებელია იყოს საუნჯე მარადიული სიცოცხლე. ამიტომაც რომელიც ანტიქრისტეს გამეფება არის ობიექტური მოცემულობის ნაყოფი და ეს ობიექტური მოცემულობა შეიქმნა კაცობრიობის ცხოვრების წესით. ადამიანები იქნებიან ესეთი და ამიტომ პავლე მოციქული როგორც გენიოსი მართლაც სულიერებისა გენიალურად ამბობს, ვისი ამოვნო წავგლიჯო სხვების ხარჯზე ვიყო ბედნიერი, მშვიდობა და უსაფრთხოება როცა იქნება, ანუ მხოლოდ მიწიერი კეთილდღეობა მაშინ მოვა როგორც დამაკმაყოფილებელი აი ამ მოთხოვნისა. ამიტომაც ამბობს უფალი, სადაც არის საუნჯე თქვენი, მუნცა იყოს გულნი თქვენი. და თუ არ არის საუნჯე ქრისტეში, მაშინ მე ვერ ვხედავ ვერც ეკლესიას, ვერც სულიერ ცხოვრების შესაძლებლობას, აუცილებლობას, ვერც ეკლესიას როგორც ქრისტეს მისტიკურ სხეულს და ასე შემდეგ. და თუ ვხედავ, მაშინ ეს არ ნიშნავს, რომ დავინახე და რაღა დავინახე მორჩა. როგორც კი დავინახე, იმ წამსვე საბრძოლო მდგომარეობაში მოვდივარ, სულ მზადყოფნაში ვარ, იყვნეთ წელნი თქვენი მორტყმულ, ანუ ეს ნიშნავს, რომ გრძელი შესამოსლები ხო ეცვათ ადრე რა, თუ ადამიანი საშემვლად ემზადებოდა, შესამოსელს ცოტა აიწევდა და ქამარს შემოიტყავდა, რომ არ შეშლოდა ხელი შესამოსელს არ შეეშალა ხელი მის მუშაობაში და ეს ქამარი მორტყმული ამას ნიშნავს სანთელი თველი ანთებული თქვა თუ იქ სიბნელია განათებას გინდა, ანუ ერთგვარი მეტაფორა იმისა, რომ ადამიანი გამზადებულია შრომისთვის, ბრძოლისთვის, ღვაწლისთვის და აქვს
მოლოდინის მდგომარეობა, მუდამ მოლოდინის მდგომარეობა უფალთან შეხვედრისა. გარდაცვალება ექნება ეს თუ ლოცვითი მდგომარეობა იქნება ეს თუ უფლის დაბრუნება. და თქვენ ემსგავსენით კაცთა, ანუ ჯერ ერთი საუნჯე მაქვს ქრისტეში, მეორე თუ ეს ასია, ვარ მუდამ მობილიზებული და განწყობილი შრომისათვის, იმიტომ რომ ის ჩემი სურვილი მინდა რომ დაკმაყოფილდეს და ჩემმა თავმა ხელი არ შემიშალოს და მე ასე დროს თქვენ ემსგავსებით კაცთა, ასე დროს ადამიანი გავს ადამიანს, რომელიც მოელიეთ უფალსა თვისა, ანუ მოლოდინი, ღმერთთან შეხვედრის მოლოდინი და რაჟამს მოვიდეს და ირეკოს, დარეკოს, მეხსეულად გაუღონ მას, ანუ არ მძინავს მე, არ გამომაპარება ღმერთის შეხება გულზე. მე მინდა გითხრათ, რომ ღმერთი ძალიან ხშირად ეხება ჩვენს გულს და ძალიან ხშირად ჩვენ მას ვატარებთ, ისე რომ ყურადღებას არ ვაქცევთ, იმიტომ რომ მისი შეხედვა ძალიან ფაქიზია, ეს გამოგიცდიათ ალბათ, რომ რაღაცა გქონიათ, მაგრამ ყურადღებას რო არ აქცევ, მე შეიძლება ნანობდეთ, რომ აი იყო იქ ლოცვისკენ მოგიწოდებს, ან რაღაცა სიკეთისკენ მოგიწოდებს, ან რაღაცა და შენ ამ დროს იმის საწინააღმდეგოს აკეთებ. გამოგიცდიათ ალბათ ეს, იმიტომ რომ ადამიანს არ შეიძლება თუ სულიერ ცხოვრება ესეთი რაღაცები გამოცდილი არ ქონდეს და იმიტომ რომ აი ეს იმიტომ რომ სულიერად გძინავს, გაიღვიძე ძინა რა ნუ გძინავს პავლე მოციქული რო ამბობს. და ესე იგი, როდესაც სიფხიზლეშია მეხსეულად, მეხსეულად, ხო შეიძლება წერებულიყო ირეკოს და განუღოს, არა, მეხსეულად. მეხსეულად რას ნიშნავს? აი კარებთან დგახარ. როდის მოვა, ერთი სული გაქვს, აი როცა ლოცულობს ადამიანი, გულთან არის, ხო გესმის, სულ ყოველთვის და ეს მოუკლებელი მდგომარეობა რო არის, სულ მზად არის, ოღონ უფლის შეხება იგზნოს, სულ მზად არის, მეხსეულად განუღოს მას და ნეტარი იყვნენ იგი მონანი, რომელთა მოვიდეს უფალი მათ და პოვნეს იგინი მღვიძარენი. და როცა არ უნდა მოვიდესო მეორე სახმილავსა, მესამე სახმილავსა, პოვნეთესი, ანუ აქ სიმბოლური სახისმეტყველება, მეორე, მესამე სახმილავი კიდევ უფრო ღმაძილში რო შედის ადამიანი ღამე, უფრო და უფრო, მაგრამ სულ ერთია, როცა არ უნდა მოვიდეს, როგორი ღმაძილიც არ უნდა გქონდეს, მაინც ესე იგი მეხსეულად განუღებს და ასეთი კაცი ნეტარი იყვნენ იგინი ასეთი ადამიანები. და ხდება საოცრება, ეს ლუკა მახარებელთან არის მარტო ეს ადგილი, ეს სიტყვები ძალიან მნიშვნელოვანია, ამინ გეტყვით თქვენ. რამე თუ მოირტყნეს და დასხნეს იგინი, ანუ უფალიო მოვა, ხო ბატონი მოვიდა, უფალი მოვიდა ესე იგავურ სახეში. მეორე მხრივ, აგერ თქვენ ეს პირდაპირ გაგებით უფლის დიდებით დაბრუნებაა, ხო? ჩვენი გარდაცვალებაა, უფალთან შეხვედრა, ასე შემდეგ. ნებისმიერ შემთხვევაში ეს არის უფალთან შეხვედრა და როცა ხდება ეს შეხვედრა, თუ ჩვენ ფხიზლა და მღვიძარეთ ვარ, რას აკეთებს უფალი? თვითონ მოიტყავს წელზე. დააქვსვავს, დასხნეს იგინი, წარმოუდგეს და მსახურებდეს მას, როგორც მოციქულებს ფეხები რო დაბანა. უფალი გვემსახურება ჩვენ. და მინდა გითხრათ, რომ ეს სუფთა საღვთისმეტყველო თვალსაზრისით. ჩვენ ვიცით, რომ ღმერთმა ადამიანური ბუნება რომ მიიღო, აღარ განიშორა იგი. მარადიულად, შეურევნელად, მაგრამ მარადიულად შეიერთა. არ განიშორა და არასოდეს არ განიშორებს. ხა კითხვა ჩდება, რაში ჭირდება ღმერთს ადამიანური ბუნება? არაფერში. ჩვენთვის დაიტოვა ეს მარადიული ბუნება, მარადიულად დაიტოვა ჩვენთვის. მარადიულად დაიტოვა ჩვენთვის, ესე იგი ფაქტობრივად ღმერთმა რო ადამიანური ბუნება მარადიულად დაიტოვა, ადამიანური ბუნებით, რომელიც მან მარადიულად დაიტოვა, მისით გვემსახურება აქაც და მარადისობაში. ჩვენთვის გააკეთა ეს. და ამიტომ ეს არის გამოსახული ამ მიგავური სახით. აქეთ მოგვემსახურება. ანუ ის მოციქულებს რო ფეხები დაბანა, მარტო მათ კი არ დაბანა. თითოეულ ადამიანს ბას ფეხებს. იმგვარად იმდაბლებს თავს, რომ არათუ ხორცი შეისხა, არამედ პური და ღვინო ხდება. პური და ღვინო ხდება ჩვენი გადარჩენისათვის და ის როგორც ესე იგი ღმერთი შემოდის ჩვენში, პური და გარდასახული პური და ღვინით. გარდასახული პური და ღვინით ჩვენში შემოდის. გესმით? აი უკიდურესად იმდაბლებს თავს. და პასუხად ჩვენ რა უნდა გქონდეს? და თქვენცა იყავით განმზადებული, მზად იყავით გვეუბნება და აქ გაფრთხილება. რამე თუ ჟამსა, რომელსა არა ჰგონებდეთ. არა ჰგონებდეთ. ზეკაცისა მოვიდეს. რა, ესე გამოჭერაზეა ღმერთმა მაპატიეს ამ სიტყვისათვის? არა. ნახეთ,
ადამიანი წარმოიდგინე, რომელსაც არ გონია, რომ ახლა მოვა ძე ღვთის. რა მდგომარეობა აქვს ადამიანს ამ დროს? როგორ ფიქრობთ? აი, მას შეიძლება თქვათ, რომ აი, ხო, ჯერ ადრე, ჯერ არც მოუკვდები, არც აი მაგალითად ადამიანი ხო ვერ ეზიარება, იმიტომ რომ რაღაც არ ვიყავი მზად საზიარებლად, ნუ რაღაცა ხო, რაღაც ქრისტე გავცვალე რა. ანუ გესმით, ადამიანი მუდამ ცდილობს უღალატოს უფალს. ჩვენი დაცემული ბუნებისთვისებაა ეს. როგორ შეიძლება არ გეგონოს? ანუ რა შემთხვევაში არ გონია? ამიტომ ჯერ არ გინდა. აი რაღაცა რო გიყვარს, რაღაცა რო გენატრება, ვიღაცა რო გიყვარს. შეიძლება თქვა რომ არა, კი მიყვარს, როგორ არ მიყვარს, მაგრამ ეხლა მასთან შეხვედრა არ მინდა. კაცო ცოლი მოყავს და ვეუნები უნდა დაქორწინდეს, საცაა და გენატრება, აი ვთქვათ რო არ ნახო ერთი დღე, ხო არა, ერთი დღე რო არ ნახო პრობლემა არ არის. ვეუნები არ მოიყვანო ეგოგო ცოლად. არავითარ შემთხვევაში. იმიტომ რომ თუ შენი მომავალი მეუღლე ერთი დღე შეგიძლია არ ნახო და პრობლემა არ აქვს, არაფერთან შეიძლება თქვენი დაქორწინება. არაფრით. გესმის, ის სულ უნდა გენატრებოდეს. როგორ შეიძლება საკუთარი შვილი სულ არ გენატრებოდეს, საკუთარი მეუღლის სულ არ გენატრებოდეს, ღმერთი სულ არ გენატრება. და თუ შეგიძლია რომ ხო ჯერ არა, გაიზმორა, გადატრიალა, გადმოტრიალა და გაერთო, გესმის? ეს ნიშნავს, რომ ადამიანი საერთოდ აზზე არ არის, რა არის ქრისტიანობა. წარმოდგენა არ აქვს რა არის ქრისტიანობა. ამიტომ ჩვენ დავაკვირდეთ საკუთარ თავს, რამდენად გვაქვს მუდმივი მონატრება ღმერთთან ურთიერთობისა და რამდენად ვიღლებით მასთან ურთიერთობი და ვიღლებით თუ არ ვიღლებით. და თუ ასეთ რამეს აღმოვაჩენთ, ვაღიაროთ, თუ ჩვენ მისდამის სიყვარული არა გვაქვს, მაგრამ რწმენა გვაქვს. ესე იგი რწმენა ჩვენი მისდამის სიყვარულში არ გარდასახულა ჯერ, არ გაზრდილა ჩვენი რწმენა, ჩანასახის მდგომარეობაშია, დაფლული ტალანტია, ამისათვის პასუხს ვაგებთ. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ამას შევეგუოთ. ქრისტე რომ მოვა ჩვენ კარებთან, აი კარებთან უნდა ვიდგეთ, მეხსეულად პატარა შეხება კარებზე და ეგრევე კარებს უნდა ვაღებდეთ. იმიტომ რომ ის არის ის, ვინ ჩვენ სიცოცხლეს აზრი მისცა, ჩვენ ადამიანურ სიცოცხლეს აზრი მისცა, რომელმაც ჩვენი ცოდვებისათვის მისცა თავისი თავი, ჩვენი ცოდვებისათვის. რაც ჩვენ ქვეყანაში ხდება, ეს ჩვენი ცოდვების გამოა. ჩვენი ცოდვების გამო, აი ესე უნდა ვქნათ. ჩვენ ვიცით ესე, იმის ბრალია, ყოველთვის ვიღაცის რაღაცა ბრალია, ოღონ არა ჩვენი. ჩვენი ცოდვებისათვის და ჩვენი ცოდვებისაგან დახსნა ხდება უფლით და ჩვენი ცოდვებისათვის მისცა თავი თვისი, რათა დავეხსენით ამ უკეთური ქვეყნისგან. უკეთური ქვეყანაში იგულისხმება ამასოფლის სული. ამასოფლის სული თავისი მრისხანებით, თავისი უსიყვარულობით, თავისი ამ ქვეყნიური მხოლოდ ამ ქვეყნიური მიზნებით და ასე შემდეგ, ეგოიზმით და ასე შემდეგ. ამისგან გვიხსნა და ჩვენ უნდა გვინდოდეს ამისგან ხსნა. ამას არსად სხვაგან არასწავლიან გარდა ეკლესიისა და არსად სხვაგან ამის რეალიზების ძალას არ გვაძლევენ გარდა ეკლესიისა, იმიტომ რომ ქრისტეა ამ ყველაფრის მოგვარების რეალური შესაძლებლობა, ცოცხალი ღმერთი, ჩვენი მოსიყვარულე და ჩვენთვის მომკვდარი. ქრისტე შეგვეწიოს და მოგცეს სიბრძნე, რომ ეს ყველაფერი გავითავისოთ, ასე ვიცხოვროთ და სხვებისათვის მაგალითი ყოფილიყავით. საქართველოში, ისე როგორც თელ სამყაროში, აი სოდომ გომორი რო იყოს საქართველო, სოდომ გომორი. თუ 10 მართალი იქნება, გადარჩება. ეს არის კრიტიკული მასა, რომლის ქვემოთ ყველაფერი ნადგურდება. მე იმედი მაქვს, რომ საქართველოში 10 მართალი იქნება. და რადგან 10 მართალი ესეთია ცოტა და ამავე დროს ჩვენ უღმერთო გარემოს რო უყურებ, კრიტიკულ ზღვარს მიახლოებული ვართ შეიძლება, ამიტომ თითოეული ადამიანის სარწმუნოება არის ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო. შენ შეიძლება შენი თავი ფიქრობ, რომ ნუ ახლა როგორც ვიქნები რა. გაცნობიერებული არა გაქვს ჯერ ამას რო ამბობ, როგორც ვიქნები ამას, მაგრამ შვილი ყავს, შვილები ყავს, მომავალი თაობა, ასე შემდეგ, ვიღაცა ხო გიყვარს არა და შესაბამისად შენ შეიძლება იყო ბოლო იმ კრიტიკულ მასაში ბოლო ადამიანი. შენ თუ ხარ,
ესე იგი კრიტიკული მასა ხას ქვემოთ არ არის და გადარჩებით. შენ თუ არ ახარ, ესე იგი დამთავრდა და 10-ზე ნაკლები. ამიტომ თითოეულ ჩვენგანს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. და გარდა ამისა ჩვენ მოვიყოთ მაგალითი სხვებისა. მაგალითი ჭეშმარიტი რწმენისა, შესაბამისად ჭეშმარიტი ქრისტიანული სულისკვეთებისა, ჭეშმარიტი სიმშვიდისა, ჭეშმარიტი ბედნიერებისა, სამშობლოს ნამდვილი სიყვარულისა მაგალითები უნდა ვიყოთ ჩვენ ქრისტიანები. და ეს იმ შემთხვევაში მოხდება თუ იქნება ქრისტე ჩვენში. ამინ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს და სიყვარული ღვთისა და მამის და ზიარება სული საწმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.